დავიჭირე ჩემი თავი ერთი იმაში, რომ პარტნიორი მყავს ამ საქმეში და ნელ-ნელა ხვდები, რომ არ უნდა მყავდეს და მინდა მეორე ბიზნესის კი და მართლა საქმეში უკვე ერთ თვეში მივხვდი, რომ არ არის საჭირო პარტნიორი. და მეორე ბიზნესი დაწყება მინდა, რომელიც არის მართლა ძალიან დიდი და სამი რჩევა მინდა თქვენგან. ოღონდ აი მართლა გარდა იმისა, რომ ნოლიდან უნდა დაიწყო და ასე შემდეგ, სამი რჩევა მინდა, აი ყველაზე მეტად რაც უნდა გავითვალისწინო და ყოველთვის წიროდან ხდება და ზუსტად რომ მივხვდები, აი თქვენ ეხლა დღეს რასაც მეტყვით, 5 წელი რომ გავიდეს, აი მე რო გამახსენდეს და თქვა რომ აი მართალი იყო თქვა ყველაზე ბატონი გელა ამაში და ყველა ვარიანტი უნდა გამithვალისწინებინა ის და მართლა რომ ცხოვრების შემცვლელის იქნება ჩემთვის და ძალიანაც დამეხმარება ამ ბიზნესში. დიდი მადლობა. როგორი კარგად მომისმინეთ. მარტო თქვენ კი არა ყველა. რაც შენ იცი შენს დაქალს არ უნდა უთხრა. რაც შენ იცი, შენ ქმარს არ უნდა უთხრა. რაც შენ იცი და შენ რაც მარტო შენ უნდა იცოდე, ეს მარტო შენ უნდა იცოდე. შენი მტერი პირველი არის შენი ენა. მეტი შენ მტერი არავინ არ აკავს. სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ბიზნესები ზოგადად ამას მხოლოდ სახელისთვის აკეთებენ, რომ აი იმიჯი შეიქმნან და თქვენთან მაქვს კითხვა, თქვენ თვითონ გულიდან მოდის ეს თუ თქვენს როგორც სხვა ბიზნესები უბრალოდ ეგრე სახელისთვის აკეთებთ. სიკეთე რაც მე გამიკეთებია, არასდროს არ მithქვია და არსად არ ჩანს. და მე თქვენ იტყვით, რომ შენს იგივე ხარ რაც ის. თუ აკეთებდი, რატო არ ამბობდი? მაგრამ მე თქვენ თუ აკვირდებით ამ ბოლო დროს, ადრე ვეხმარებოდი, ვისაც Lamborghini ყავდა, საჩუქრად უგზავნიდი Lexus-ის ჯიპს. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ვინ იყო ეს ადამიანი? Lamborghini ვის ეყოლება, ხო? ფულიანს, ვიღაცას, ხო? არა, ახლა ესე არ ვაკეთებ, ჭკუა ვისავლე და ახლა ზუსტად იმას ვეხმარები, რომელსაც ეს მართლა ჭირდება. და ყველა თავის თვალით ნახავს, რომ ეს ადამიანი მილიონი წელი არაფერში არ მჭირდება. მე მას ვჩუქნი, უკეთებ. და იმანაც იცის, რომ მილიონი წელი მე ის არ მჭირდება. მაგრამ ვისაც მე პატივცემ და ვისაც დავეხმარე, ყველა ჩემთან დღეს ზმაკაცობს და მათთან ურთიერთობა, გლეხთან ურთიერთობა მირჩენია, ვიდრე თანამდებობის პირებთან. მაინტერესებს რა არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი იმისა თუ რომ გაიგო, რა უნდა გაყიდონ, რა წარმოო. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რაც უნდა იცოდეთ ყველა თქვენთაგანმა, უნდა ისწავლოთ ერთი რამ. მოთმინება. 7 წამი უნდა მოითმინო. 7 წამის მერე ქართველებს ჩვენ რაც გვაქვს, შენ როგორ გაბედე, 7 წამის შემდეგ გადაგვივლის.